მზია ამაღლობელი გახლავთ პირველი ქართველი ქალი ჟურნალისტი პატიმრობაში მყოფმა რომ მიიღო სახაროვის პრემია ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო. ჩვენ მაიამ წარიაშვილი ჩაგვერთვება ახლა სტრასბურგიდან პირდაპირ ეთერში ის ესწრებოდა ამ ცერემონიას. მადლობა ქალბატონ მაია გაცემაში ჩართვისთვის. მადლობა. მე გისმენთ თქვენ ყურადღებით მზიას დაცვის პროცესშიც და პირველად არის როცა ჩვენ ვისმენთ შეფასებას რეალურად იმისა, რაც ნამდვილად ხდება მზიას თავს. ის არ არის პატიმარი, რომელმაც კანონი დაარღვია და ეს პრემია ამას ამბობს პირდაპირ. თქვენთვის რისი აღნიშნულია დღევანდელი დღე? დიახ, დღევანდელი დღე ძალიან ბევრი რამის აღნიშნულია, ბევრი რამის დანახვა შეიძლება დღევანდელი დღის უკან. მოგეხსენებათ, ეს ერთ-ერთი ალბათ ყველაზე უმაღლესი პრიზია, ასე ვთქვათ, ევროკავშირის გამოხატვის თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის. ძალიან დატვირთული დღეა, ეს გუშინ დაიწყო, გუშინ დღეს ხვალაც გაგრძელდება. ევროპარლამენტის შენობაში ყველგან მზია, სადაც არ გაიხედავ, ყველგან მზია. მზიას ფოტოა, ვიდეოა, პოსტერია, მზიას ასე ვთქვათ, მესიჯია, ყველგან მზია. თავისთავად ცხადია, მისი ბელორუსი კოლეგაც ისადმი მიზღვნილიც არის ეს ღონისძიებები. ძალიან დატვირთული დღეა, მთელი დღის განმავლობაში დარბაზი ალბათ ნახეთ სავსე იყო ამ პრიზის გადაცემასთან დაკავშირებით და ჩემთვის რა არის იცით, მე სასამართლოშიც სააპელაციო სასამართლოს მითხარი, რომ საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება უკვე გაკეთებულია. ცივილიზებულმა სამყარომ იცის რა ქვია მზიას პატიმრობას. ცივილიზებულმა სამყარომ იცის, რომ მზია სინდისის პატიმარია. ჩვენმა სასამართლომ უნდა გაიგოს ეს, ასე ვთქვათ, ეს შეფასებები უნდა გაეაზრებინა ქართულ სასამართლოსაც და დღეს ყოველთა შორის თქვენ ჟურნალისტ ვადლობის ზუსტად კომენტარს და ქართულ სასამართლოს რა უწერია იცით მზიას სასჯელის დასაბუთებაში, რომ მზიას პატიმრობა საჭიროა საზოგადოებაში ჰარმონიული ბალანსის შენარჩუნებისთვის თურმე. ასე ასაბუთებს ქართული სასამართლო მზიას უკანონო ცინიზმი, მზიას უკანონო პატიმრობას და დღეს ძალიან შთამბეჭდავი იყო მზიას, ასე ვთქვათ, ბრძანილის მოსმენა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან. ცივილიზებული სამყარო ცდილობს ამითი მზავნილი პირველ რიგში ხომ ეს მზავნილი საქართველოს მიმართ არის, რომ მზიას ხმა, უსამართლობის ხმა, უკანონობის ხმა აღწევს რასაკვირველია ევროპამდე. როდემდე მიაღწევს არ ვიცით, ეს სხვა ამბავია კიდევ. მაგრამ ჯერჯერობით ეს ხმა ცივილიზებული სამყარომდე აღწევს. ცივილიზებული სამყარო რეაგირებს ყველა ფორმით, ყველა სამართლებრივი საშუალებით, რაც მათ ხელთ არსებობს. დღეს ყოველთა შორის მივაქციე ყურადღება ქალბატონ კალასის განცხადება ის იმ ნაწილს, სადაც მან ასევე კიდევ ერთხელ მოითხოვა მზიას დაუყოვნებელი განთავისუფლება და მან ძალიან კატეგორიულად თქვა, რომ ეს ინსტიტუცია არასოდეს დაანებებს თავს ბრძოლას და მზიას თავისუფლებისთვის, რომ მზიას და მზიასნაირ უკანონოდ მსჯავრდებულებს იმედი უნდა ჰქონდეთ ამ ინსტიტუციის ყოველთვის. რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სხვა მხრივ შეხვედრები კიდევ გრძელდება, ანუ ეს მხოლოდ ოფიციალური ცერემონია იყო, ასე ვთქვათ, შუადღისას, მანამდე იყო ღონისძიებები, ახლა კიდევ გრძელდება ღონისძიებები. ამიტომ, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ეს დღე მარტივად არ მოსულა, თუმცა ყოველთვის ვამბობ, სასიხარულო
დიახ. ნამდვილად ასეა და თქვენ ხშირად გითხოთ, აი სულ არის მოკლედ აქცენტი იმაზე, რომ მზიას ალიყური არავითარ შემთხვევაში არ არის დანაშაული. ეს არის რეაქცია იმაზე, როგორ მოებრუნენ მზიას და ეს არის ალიყური გაწნილი ამ რეჟიმისთვის. და მზიას შემთხვევით არ მეუძღვნია ყველა პოლიტპატიმრის სახელით ვიღებო მე ამ ჯილდოსო ეს თქვა და მისი ხმა ანუ ეს ჯილდო ასახავს არა მარტო მზიას უკანონო პატიმრობას ამ ქვეყანაში, ეს არის სისტემური პრობლემა უკანონო პოლიტპატიმრებისა ამ ქვეყანაში, რომელიც ჯარად დააგროვა ფაქტობრივად რეჟიმმა. მაგრამ მინდა აუცილებლად გითხრათ, დაბაპატიეთ რა დაწყვეტინეთ ახმა არ ამახს ტელეფონიდან. კი ბატონო. ხაზგასმა ყველაზე დიდი ხაზგასმა დღეს და მათ შორის მზიას წერილშიც ქართულ მედიაზია და საერთოდ მედიის თავისუფლებაზე. მზიას წერილში ეს გახლდათ, რომ მან თქვა, რომ და აქამდეც არაერთხელ ვთქვამს, ამ ჯილდოს მისი კოლეგების სახელით იღებს. და ქართული მედიისადმი ასეთი ყურადღება, რასაკვირველია, მზიას აი ამ ქმედებების გამოც არის, მაგრამ მანამდე თავად მზიას მიმართ ქართულმა მედიამ უპრეცედენტო სოლიდარობა და თანადგომა გამოიჩინა. ამიტომ დღეს ქართული მედიისა და მისი ბრძოლისადმი ყურადღება ამ დაწესებულებაში ძალიან მაღალია, ჩემი თვალით ვნახე. ეს აქ ამ დღეების განმავლობაში. კი ბატონო და სულ ბოლოს გითხავთ მაია, თქვენ როგორც მის ადვოკატს გეკითხებით, გჯერათ იმის, რომ მოვა დრო, როცა პასუხისმგებელი პირები წარსდგებიან სამართლიანი სასამართლოს წინაშე, იმიტომ რომ 2 წელია ეს მზიას ცხოვრების, ეს მისი პროფესიული ცხოვრების 2 წელია, ეს მისი მხედველობაა, რომელიც ფაქტობრივად დაკარგა ციხეში, ეს არის ძალიან დიდი ფასი იმ სიმტკიცის მიღმა, რასაც მზია, როგორც ერთი მოქალაქე, ერთი პროფესიონალი გადის ამ ქვეყანაში. ეს განწყობა მინდა ვიკითხო თქვენი, ცივილიზებული სამყარო, რომელიც დგას ხოლმე ასეთი პრეცედენტების სადარაჯოზე, რომ სამართალი შესაძლოა დადის ურმით, მაგრამ ის მაინც დადის 20 ივნისის საქმემაც აჩვენა. გაქვთ თუ არა იმედი, რომ თუ საქართველოში არა საერთაშორისო სასამართლოში დადგება მზიას მიმართ სამართლიანი განაჩენი? ცხადია, ამის იმედი რო არ მქონდეს საერთოდ ჩემს პროფესიაში არ ვიქნებოდი, რასაკვირველია მაქვს ამის იმედი. ასე მარტივი არ არის იმ ტიპის ქვეყნებში მიაღწიო სამართალს სამწუხაროდ როგორიც ჩვენია, თუმცა ამ ეტაპზე და პირველად არ ვამბობ ამას, ქართული მართლმსაჯულების იმედი ცხადია არავის არ აქვს. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მოლოდინი და ველოდებით კომუნიკაცია დაწყებულია სტრასბურგის სასამართლოში, მზიას ერთ საჩივართან დაკავშირებით. შემდეგი საჩივარი გაგზავნილია და შემდეგი კიდევ წავა, როგორც კი ძირითადი საქმე დასრულდება, მაგრამ მარტო ამისი არა, მე იმის იმედიც ვაქვს, სოფო, ჩვენს ქვეყანაშიც აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ამ მზიას წინააღმდეგ საქმეში, აი ამ სისტემური ძალადობის საქმეში, სადაც მზია დანიშნეს დამნაშავედ და შემდეგ ეს დანიშნული დამნაშავის მიმართ სასამართლომ დაადგინა განაჩენი. დარწმუნებული ვარ, საქართველოშივე აღსრულდება მართლმსაჯულება მათ მიმართ და მათ წინააღმდეგ, ვინც ამ აი ესეთი სისტემური ძალადობის საქმეში თავისი როლი ჰქონდა და მონაწილეობა მიიღო და ასეთი არაერთია ამ საქმეში. მინახავს შესაძლოა სხვა შემთხვევებში სამართალი არ აღსრულებულა სრულად ყოველ მხრივ, მაგრამ რაღაცა დოზით პრეცედენტებიც არსებობს უკვე ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ გარწმუნებთ ეს პრეცედენტები მეტი იქნება. ხონაირად უბრალოდ არ შეიძლება იყოს. კი ბატონო, მილოცვა მზიას ჩვენგან, იმედია რომ ის უყურებს მის შესახებ ასეთ მნიშვნელოვან ამბავს, ეს უდაოდ არის მისი სიმტკიცის, გამძლეობის, პროფესიონალიზმის და ყველაფრის აღნიშვნა, რასაც ის უძლებს ამ პერიოდის განმავლობაში და რაც მას გაუკეთებია პროფესიულ ცხოვრებაში აქამდეც. მადლობა. ეს მისი პირადი პერსონალური მედეგობის შედეგია, დიახ. მადლობა მას ბევრი რამისთვის. სოლიდარობა მზია. სოლიდარობა. მადლობა. მადლობა მაია წარიაშვილს. სოლიდარობისთვის ქართულ მედიას. დიდი მადლობა.